რაც ვიცით უკვე, ხო? და რაღაცეები ვიცით, უნდა შევაჯამოთ, ხო? ვიცით, რომ ბიზნეს კლიმატი არის გაუარესებული. გუშინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ანგარიში BH ინდექსი, სადაც ვიცით, რომ მიმდინარე მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებით ბიზნესი ამბობს, რომ ბიზნესის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად გაუარესებული წინა წელთან და წინა კვარტალთან შესაძლებით. აქ საუბარი არის ყველაზე მსხვილ ქართულ კომპანიებზე და გამოკითხვა ტარდება ჩემი აზრით მაღალი სტანდარტით, ეს ერთი. მეორე ვიცით, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევები არის საქართველოს ერთ-ერთი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორში, ეს არის მშენებლობის სექტორი, სადაც მოცულობები გაყიდვების და მასშტაბი გაყიდვების ან მცირდება, ან არის იგივე დონეზე შენარჩუნებული წინა წელთან. ვიცით, რომ შრომის ბაზარზე რაც შეეხება მაგალითად ახალ სამუშაო ადგილებს, დაკვირვებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირებულია, ვაკანსიების რაოდენობა მცირდება, დასაქმების რაოდენობა ადამიანების წინა წელთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაღალის და არ გვაქვს და ვიცით, რომ ფინლანდი ტრანსფერები, ექსპორტი, რაც ფულის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე არის შემცირებული. ეს ობიექტურად უნდა გვეუბნებოდეს, რომ არ აგვაქვს კარგი მდგომარეობა. ასევე უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ აი ეს მოლოდინები, რაც ჰქონდათ ზოგიერთს, რომ უცბად პოლიტიკური კრიზისი გამოიწვევს ყისიერ ეკონომიკურ კრიზისს, ეს არ რეალიზდა, ჩემი აზრით, იმიტომ არ რეალიზდა, რომ ეს არ არეალურია თავისთავად, რომ ასე სწრაფად ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ჩამოიშალოს, მაგრამ ხედავთ სხვადასხვა მიმართულებით ან რეცესიულ პროცესებს, ან პირდაპირ სტაგნაციას. შესაბამისად, მე მგონია, რომ ახლო მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება. რა მასშტაბებს მიიღებს, დამოკიდებულია ისევ და ისევ რეაქციაზე დასავლეთის იმაზე თუ რა ხდება საქართველოში და რეაქციაზე ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს ეს პრობლემები გადაჭრას, მასზე არ საუბრობს, ცდილობს უბრალოდ გადაჭრას ამ კაპიტალის მოზიდვით, ახალი ინვესტორების მოზიდვით. ჩემი აზრით, ამას არ ექნება დიდი შედეგი და შესაბამისად უნდა ველოდოთ იმას, რომ სიტუაცია გავარესდება. რა ინტერესი აქვს, რომ უცებ ქართულ ბაზარზე შემოცვიდნენ ეგეც. აი ეს ბიზნეს კლიმატის გავარესება, რაც საუბრობდით და იმ მხოლოდ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ამას ამბობენ. რა ბერკეტები აქვთ პოლიტიკურ გარემოზე ზეგავლენის ცოტა რიტორიკული კითხვა, მაგრამ მათ ხომ შეუძლიათ რაიმე ტიპის გავდნა მოახდინონ ხელისუფლებაში მყოფებზე, მაგალითად. ჩემი და იგივე თუნდაც ფინანსური ბერკეტით და მონაწილეობით, რაც აქვთ ქართულ ეკონომიკაში, ეს ხომ წონას ანიჭებს. ჩემი აზრით, მათი წონა მნიშვნელოვნად შემცირებულია, აი იმ შეხვედრებმა და ამ შეხვედრების შედეგებმა და კომენტარებმა ამ შეხვედრების შემდეგ გვაჩვენა, რომ ქართული მსხვილი ბიზნესი დღეს მაინც აბსოლუტურად ლოიალური დიდი ნაწილი მისი ლოიალური რჩება ქართული ოცნების და შესაბამისად აშკარაა, რომ დღეს გვაქვს ესეთი რეჟიმი, რომ საჯაროდ მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი არ საუბრობს პრობლემებზე და შეიძლება არასაჯაროდ მიდის ეს საუბარი, სადაც ჩემი ვარაუდით ქართული ოცნება ამშვიდებს მსხვილ ბიზნესს, რომ ახალი კაპიტალის მოზიდვის, ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლით, საამიროების მსხვილი ინვესტიციებით სიტუაცია გადაწყდება და გაუმჯობესდება და არ მოუწევს მსხვილ ბიზნესს ფასის გადახდა კრიზისისთვის. რამდენად ჯერა ამის მსხვილ ბიზნესს არ ვიცი, ვარაუდი მაქვს, რომ ბოლომდე შეიძლება არ ჯერა, მაგრამ ჩემი აზრით ის სულ უფრო მეტად კარგავს აი ამ შესაძლებლობის ფანჯარას, რომ სიტუაცია გადატეხოს და სავარაუდოდ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობა იქნება მას, რომ სიტუაცია შეიცვალოს. დახურ ყარს უკან წუწუნის ფორმა აქვს, ასე გამოიყურება ვითარება, ვიდრე რამეს გაპროტესტების. აშკარად საჯაროდ პროტესტის გამოთქმის სურვილი ბევრს არ აქვს.